ხდება ემიგრანტი და მის ცხოვრებაში ეს ემიგრაცია იწყებს მის სულიერ სკრევას და ზოგადად ფიზიკურ განადგურებასაც. ვიდრე ნაწარმოების ანალიზზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ შინაარს, თუ რატომ შეგახსენებთ, რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა იცით ამ ნაწარმოების შესახებ. ზოგადად ნიკოლო ოთხიფანიძე იმპრესიონისტი მწერალია და იმპრესიონიზმი უეცარ შთაბეჭდილებას მონახას ნიშნავს, რომელიც მხატვრობიდან მოდის და ესეთი ძალიან მოკლედ ლაკონურად მეტყველებს. შევეცდები ნიკოს მივბაძო დღეს და რაღაცნაირად დიდი რეგლამენტით არ ვისაუბრო, მაგრამ რაც გამოვა შევეცდები რომ ამომწურავი იყოს მაინც. მოკლედ ასეთი რამ ხდება, რომ მოქმედება მიმდინარეობს თბილისში, 1927 წელს არის დაწერილი ნაწარმოები, ეხება ეპოქას, როდესაც საქართველომ დაკარგა უკვე დამოუკიდებლობა და მისი უსუსური მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით საფრანგეთში გაიქცა, ევროპაში გაიქცა. ფაქტიურად სისხლის თქეში დგას საქართველოში და ამ დროს იბადება შალვა გორდელიანის ოჯახში, შალვას მეუღლე გახლავთ მატილდა ვარხერელი, გერმანელი მუსიკოსი ქალი, პიანისტი და მათი უდიდესი სიყვარულის შედეგად გაჩნდა ელპიდე ქართული სახელით, უშვენიერესი გოგონა და მინდა გითხრათ, რომ ამას მე გავაანალიზებ, ანალიზის დროს ახლა მხოლოდ შინაარს გავყვები. იბადება ელპიდე, რომელსაც მოგვიანებით ელის ეძახიან, ეს ულამაზესი გოგონა იზრდება და პირველად როდესაც იგი ბალმასკარაძე წავა თბილისში, იქ შეხვდება რუს ვლადიმერ ბორენკოვს, რომელთან ერთადაც იცეკვებს, ეს უკრავს როიალზე, შესანიშნავად სამხედრო პირია, მეტი რა უნდათ, გრაფია ეს კაცი და ამაზე კარგი სანსიც ძველისთვის ვიღა უნდა იყოს და გადაწყდა, რომ ელი მიყვება ცოლად მას. მაგრამ ქორწილის ღამესვე განიცდის ეს ქორწინება ძალიან დიდ კრახს, იმიტომ რომ ქორწილის ღამეს, როდესაც ელი ძალიან დაიღალა და შევიდა საძინებელში, რომ დააწვეს, ეს აგრძელებს ქეიფს ლოთობა სადღაც რონუდაზე რესტორანში, ერთად არიან სასტუმრო რესტორანში, მეგობრებთან ერთად და როდესაც ნასვამი ეს ბორენკოვი მიდის, შედის თავის ოთახში, რაღაც სავანი გადახდილი აქვს და რაღაც ღვთაება არ არსებობს მის ცოლზე ლამაზი ვინმე, ეუბნება წამოდით ნახეთ, ეს საოცრება. გაყვება, რა თქმა უნდა ეს ნასვამი მეგობრები გაყვებიან და როდესაც კარს შეაღებს და დაინახავენ აი ამ ელის უმშვენიერეს ღვთაებრივ ქალს, ამისთანაც მე შევირთავდიო, ერთ-ერთი ამბობს და ელის ამ დროს გაეღვიძება, მისთვის ეს ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი, წამოხდება სავანს აიფარებს და გარბის და რა თქმა უნდა ღამით გარბის უმშვენიერესი ქალი ღამის ბერანგით და მას გზაში შეხვდებიან ავაზაკები, ადამიანები არაკეთილშობილი ადამიანები, რომლებიც დაუპირებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ალბათ გაუპატიურებას აშენებენ და ამ დროს გამოჩნდება ვინმე იორენიმე მშვილდაძე, რომელიც გადაარჩენს მისი ბრჭყალებისგან და მიუყვანს მამას. როდესაც სახლში მიდის ელი, მნიშვნელოვანი არის ის, რომ რა თქმა უნდა ის როგორც ქართველი ქალი არ პატიობს აი ამ უზნეობას, როგორ შეიძლება ქმარმა თავის ლამაზი შიშველი ცოლი აჩვენოს სხვას, იმიტომ რომ ნახეთ რა ლამაზი ცოლი მყავსო, ამას ნამდვილად ქართულად არ პატიობს და შემდეგ ძალიან მალე ერთ კვირაშივე მამას ეუბნება, რომ ის უნდა წავიდეს თეატრში და ცოტა გაუგებარი ხდება შალვასთვის ეს ცოტა არ მოეწონება ეს ქართული ევროპული მიდგომა, ეს უკვე ევროპულია, ხო ძალიან მალე მონელება რაღაცა ტკივილის. და იორემ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ შვილდაძის მეუღლე ხდება ელი, იმიტომ რომ მასში ხედავს დასაყრდენს, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ეს ბიჭი გაუჩნდება მისგან, ამ დროს ხდება ის რუსეთი შემოდის საქართველოში და ამდენად გაუბედურდება, გაღატაკდება ეს ოჯახი და იორენიმე ვერაფრით ვერ შეძლებს შვილდაძე რომ ოჯახი არჩინოს და ისიც გარბის, მიდის რამდენიმე ხნით დაიკარგება, ისეც მოკლედ ვერ უპატრონა ოჯახს და ელი თავის მამასთან და მოხუც მამასთან და თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად დარჩა ერთ პატარა ოთახში, სარდაფის მსგავს ოთახში და ეს ულამაზესი ქალი ჭკნება ამ სიღარიბეში, ამ მოულელობით და რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყოველთვის უცხოელები უფრო ადვილად ამჩნევენ და აფასებენ ყველაფერს კარგ ქართულს და მას სრულიად შემთხვევით შეხვდება ინგლისელი, ამერიკელი ჰექსლეი, რომელიც მოიხიბლება ელი და იცით რას ამბობს, მე ჩონჩხშიდაც კი ვხედავ მშვენიერებასო, თავბრუს დაახოს ასე შემდეგ ემატება და ამბობს, რომ უნდა წავიდე აქ, მაგრამ უნდა დავიმსახურო აქედან. ჩემს სამშობლოში ამ წმინდანწვი ადგილზე და ელი გადაწყვეტს, რომ არ ვერ ირჩევს ღვთიურ გზას და ელი გადაწყვეტს, რომ
რესტორანში, როდესაც ორი ასპიტი გველი შემოყავთ, და უნდა იცეყო, თუ გინდა, ირანელია, მოკლედ რაღაც სანახაობებს აჩვენებს და ელი ამბობს, რომ მე მინდა რომ ვიცეყო აი ამ გველებთან და საფრთხილებს, რომ ისინი ასპიტები არიან და ალკოჰოლის სულს ვერ ეგუები და ქალბატონო თუ დალეული გაქვთ, რა თქმა უნდა, ელი რომ ძალიან ეტანება სასმელს უცხოეთში, იმიტომ რომ ენატრება მამა, შვილი, სინდისი აწუხებს ასე შემდეგ და ელი ამბობს, რომ არა, მე უნდა ვიცეყო და რატო? მან ჩაიფიქრა, თუ ამ ასპით გველებს ცოცხალი გადაურჩება და არ დაგესლავენ, ესე იგი ის დაიმსახურებს დაბრუნდეს აი დიდი სიცოცხლის რისკის მასე დაიმსახურებს რომ წავიდეს სამშობლოში, რა თქმა უნდა ადის სცენაზე და ისევე როგორც ნება გახდა იმისი მიზეზი, შვილი და მამა დაეტოვებინა, ელი ცივის გველები რო ეხვევიან და ყელზე რო ავიდა ერთ-ერთი მათგანი, რაღაცა ისეთმა ბნებამ შეიპყრო, ამბორი მოუნდა და ოდნავ გახსნა პირიდან, როგორც კი ალკოჰოლის სული ამოვიდა და ყურის ძირში უკბინა ამ ასპიტმა გველმა, რა თქმა უნდა, ვერაფერი ჰექსლეიმ აქეთ ექიმები იქით და მთელი ნაწარმოების განმავლობაში ჩვენ არ ვიცით, რატომ ქვია შელოცვა რადიოთი და მხოლოდ ფინალში ვიგებთ, რომ ამბობენ, რომ იქ სადღაც სოფელში აცხოვრობს ერთ-ერთი როსკანი, ერთ-ერთი მლოცველი, რომლის დიდის ლოცვა გადაარჩენს მხოლოდ ელისო და ჰექსლეიმ ხელა დიდი ფულის პატრონი მოახერხებს, რომ სოფელში ტალახში წვიმაში ვიღაც მიდის რადიო ხაზით და ჩაირთვება ლოცვა, მაგრამ ქართული სიტყვაც ვერ გადაარჩენს, ელი ხდება დიდებულ დაკრძალვას მოუწყობენ, სადღაც ევროპაში ნოდის ესა საოცარი ყვავილების ცხედარი აქეთ-იქით და შემდეგ მწერალი ასე ამთავრებს, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ელის ფერფლიო დაბნეული ყოფილიყო ბარათაშვილის საფლავთან, ეს ცოტა სამსჯელოა. ალბათ მათი სულიერი ობლობის გამოთქვა ეს მწერალმა, თორე სხვა მხრივ ელის არანაირი საერთო არ ჰქონდა ბარათაშვილის საფლავზე მისი ფერფლის დაბნევას, ასე ვთქვათ, გამართლებას. მოკლედ ეს რაც იყო შინაარსი, ახლა მოდი ცოტა პატარა ანალიზს გავაკეთებ. რა თქმა უნდა, შელოცვა რადიოთი ეს გახლავთ ნიკოლოზ კიფანიძის ნაწარმოები და პირდაპირ პროლოგშივე წერია დიდი გოდების მცირე ნაკადი. დიდი გოდება არის მთლიანად ქვეყნის საქართველოს მდგომარეობა და აი ეგედან მცირე ნაკადი ერთი პიროვნების ცხოვრების ფონზე აჩვენოს ქვეყნის ცხოვრება. მოდი ჯერ მივიხილოთ ეპოქა, როდესაც საქართველოს მე-20 საუკუნის დასაწყისია. ეს არის ეპოქა, როდესაც რაღაცნაირად ზნეობრივად ადამიანები დაკარგა თავისუფლება, თვითგადარჩენაზეა ხალხი, მშილობს რუსული ჩექმა შემოვიდა და პუბლიცისტი ხმამაღლა გახვირის. ძაღლებს მაინც ნუ გაუბრჯებთ ზნეს, ხალხო დაუკვირდით, მაინც ძაღლებს მაინც, ანუ ყველას გაბუჭებული არის, ძაღლებს მაინც ნუ გაუბრჯებთ ზნეს. არა და სწორედ ამ ეპოქაში აი ამ ხასობად სანატრელი გამხდარა, ანუ ვიღაცას ელის დაქალს თინოს იმისიც კი შეშურდა, რომ ჰექსლეის დიდებული მანქანით მოაბრძანეს სახში, თინოს სახში, ანუ ხასაა ხო ვიღაცის. და თინოს ბებია თინო რაღაცას უკბენს ელის თინო ბებიასთან საუბარში და ის ამბობს, რომ ხასობაც კი სანატრელი გამხდარა. ხვდებით რეჟია საქმე. და ნახეთ, მაგრამ აი მთელ ამ არეულობაში იბადება ქალი. ელპიდე ნიშნავს სასოს იმედს, აი ამ სახელის მნიშვნელობა არის ასეთი, მაგრამ ელი დაბადებიდანვე იცით რატომ ის სიტყვას რადგანაც შოთა რუსთაველს ჯერ კიდევ ხელი ხელს აგოგმანებს ელი, იმედი დაგვიტოვა მწერალმა, რომ იქნებ გადავრჩეთ და მე მგონი მივხვდით, შემთხვევითი არ არის რაღაცნაირად საქართველოს ბედი იცვლება ხოლმე, მე ისევ გავსაბჭოდით, მე ისევ მივიღეთ დამოუკიდებლობა, ეხლა ისევე წეწავს ევროპა და ამერიკა, ისევ დაუცველები ვართ, ისევე როგორც ელი და მე ელიში ვერანაირად ამის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვერც ბრალდებელი ვიქნები, იმიტომ რომ აბსოლუტურად მესმის მისი ცხოვრების გზა ისე როგორც მან გაიარა, იმიტომ რომ მას სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვეს. ის ადამი ხო და მწერალი უწოდებს მას ნავტყვენ ბუმბულს.
ბუმბულს რა უნდა? ანუ თვითონ იყო ისეთი ნაზი, ისეთი საოცრება, რომ აქეთ უნდოდა დამცველი, ან ბუმბულს ერთი სულით რო შეუვერო, იქით გაფრინდება და იცით რას ამბობს მწერალი თავიდან? იმ წელს, როდესაც ელი დაიბადა, უფრო დიდი მშვენიერება არ შემატებია სამყაროს და მას დაარქვეს ელი ელპიტა სასოიმერი. ანუ თითქოს ამაზე საქართველოს რაღაც იმედს ამყარებდა, რომ ამ გოგოს რაღაც კარგი უნდა გაეკეთებინა, გესმის? უფრო კარგი, უფრო მშვენიერება არაფერი დაბადებულა, მაგრამ აი ეს მშვენიერებაც ვერ გამოდგა ვერც საქართველოსთვის და ვერც საკუთარი თავისთვის. ანუ ჩემთვის მაგალითად ალუზიურად ელი არის საქართველოს სახესიმბოლო და ყველაფერი მისი თაყვანისმცემლები და ის შექმნილი პოლიტიკური ვითარება. Ну, მოკლედ ეს იყო ის, რაც მე დღეს თქვენთვის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.